მოგესალმებით, მე ნათია შაი, ეს ჩემი არხია და მას შემდეგ რაც გამოიწერთ ამ არხს, ეს უდაოდ თქვენი არხიც გაახდება. ახლა მე მინდა შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო, მაგიური და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ეს არის პირამიდები, რომელშიც არის აიტაკობით შიგნით სპირალისებურად დახვეული სპილენძი არის ეს ლითონი და შიგნით ეს არის ამეთვისტო, ხოლო ეს არის მთისბროლი დაუმუშავებელი. ქვები, მინერალები ჩადებული პირამიდაში. ეხლა ნახეთ რა ხდება და რა არის აქ მნიშვნელოვანი, რატოა ესეთი მაგიური, საინტერესო და სასწაულმოქმედი ეს ჩემი პირამიდები. იქიდან დავიწყოთ ჯერ, რომ პირამიდას თვითონ აქვს, ნახე როგორი კონუსის ფორმა აქვს და შემოსული ენერგია, ასე ვთქვათ, აი ცენტრში რაც არის, ხო, იქ გროვდება და ენერგია ეს არის ძალა, ეს არის რესურსი, წარმოიდგინეთ, რომ ეს არის საწვავი რაკეტის წარმოიდგინეთ, აი მართლა რაკეტის ფორმა აქვს შიგნით ამ მინერალებს, რომელიც უნდა წავიდეს კოსმოსში და მიიტანოს სამყარომდე თქვენი ინფორმაცია, თქვენს მიერ გაცემული ინფორმაცია, ნებისმიერი. ეხლა მე მინდა გითხრათ და გაჩვენოთ კიდე რას აკეთებს ეს პირამიდა. ეს პირამიდა უკაცრავად არა, ეს სპირალისებური სპილენძი. ეს ლითონი კიდევ უფრო აძლიერებს ამ ყველაფერს, პირამიდის დანიშნულების გარდა კიდევ უფრო აძლიერებს ამას. ლითონი წმენდავს არსებულ ნეგატივს და ეხმარება აი ამ მართლაც კოსმოსში გასაგზავნი ენერგიისა, ასე ვთქვათ, აი ნახე როგორ მიიწევს სამყაროსკენ, რომ კიდევ უფრო ადვილად წავიდეს, ოღონდ უკვე ეხმარება გაწმენდაში ამ ენერგიებს და აი ესეთ აჩქარებს თითქოს მართლა რომ ეს რაკეტასავით წავიდეს კოსმოსში. რასში გამოგვადგება, ახლა როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს? უნდა დაიწეროს ფურცელზე, შეგიძლიათ დაწეროთ სურვილი, ოღონდ ეს სურვილი უნდა იყოს აუცილებლად დადებითი, აუცილებლად თქვენზე, შეიძლება სამშობლოზე, შეიძლება დედამიწაზე, აუცილებლად კიდევ ხმას უზმებ, არ შეიძლება იყოს, რომ არ იყოს ომი, არა. ანუ არა არის მის სამყაროს და გაიგებს ესე იყოს ომი. რაღაცა არ ვიყო ავად. სამყარო გაიგებს, რომ ვიყო ავად. არა, დადებითად უნდა დაწეროთ, რომ მე ვძლიერდები, მე ვჯამრთელდები, მე ფინანსურად ძლიერდები, ფინანსები მოდის ჩემთან სწრაფად, ხო? ჩემი სამშობლო თავისუფალია და დამოუკიდებელი არის. ანუ ჩემი სამშობლო საქართველო ერთიანი არის, ხო? მე ვიზიდავ სიყვარულს, ჩემში სიყვარულია. ამ ენერგიების სწორად ჩამოყალიბებაში ცხადია დაგეხმარებით მე ინდივიდუალურად და უნდა დადოთ ეს ასე ვთქვათ, სასურველია მინიმუმ 7 დღე, მაქსიმუმ 108 დღე. მაგრამ ყველაზე მთავარი, მარტო ეს არა, შეგიძლიათ ფულის კუპიურებზე დადოთ, თუ გაქვთ, ასე ვთქვათ, სეიფია, არ ვიცი, სადაც ინახავთ თანხა, შეგიძლიათ მასზე დადოთ, ეს გააძლიერებს უფრო მეტად. შეგიძლიათ თქვენს, მაგალითად, ძვირფას ნივთებზე დადოთ და უფრო გაამრავლებს ეს. თუ ჯანმრთელობას ჩაუთქვათ, შეგიძლიათ თქვენს ფოტოზე, ან ვინმეს ჯანმრთელობა თუ არის, მასზე დადოთ და გაძლიერდება ეს და დადოთ ისეთ ადგილას, სადაც მოხდება მზის შუქი, მთვარის შუქი, რომ ენერგია მიიღოს თავის თავში ენერგია და გააძლიეროს. ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, რატო სჭირდება ყველა მაგიურ ნივთს გააქტიურება. მე გაჩვენებთ ახლა გააქტიურებულია ერთი და გასააქტიურებელია მეორე ნივთი და გაჩვენებთ როგორ მუშაობს აქ გააქტიურებული ნივთი, ასე ვთქვათ, და გასააქტიურებელი ნივთი. ამიტომ ამბობ, რომ ისე შეძენილი ნივთი, ხო, არის ნივთი უბრალოდ და არანაირი მაგიური თვისება არ აქვს მას. მას სჭირდება გაწმენდა, დამუხტვა ენერგიის ამუშავება. მას ასე ვნახოთ ეს, მოდი ჯერ ეს ვნახოთ და ასეთი ქანქარათი გაჩვენებთ. ნახე ამ ქანქარაშიც იგივე სპილენძის სპირალი არის. ენერგია რო აიტანოს და სწორი პასუხი გამცეს. აი ხლა ესე დავიჭერ მე, რა ვიცი, როგორ დაგარწმუნოთ კამერა.
შირო არ გატყუებთ და მე არ ვამოძრავებ, აი სწორად მიჭირავს ხელი და ნახეთ როგორი საათის ისრის საწინააღმდეგოდ ტრიალებს. ეს არის გასააქტიურებელი. ნებისმიერი ნივთი, რომელიც თქვენ შეიძლება შეიძინოთ როგორც ამულეტი და თუ ის არ არის გააქტიურებული, აქვს უბრალოდ ნივთის ფუნქცია, არანაირად არ იმოქმედებს. ნახეთ როგორი ძირი აქვს სპირალისებული, როგორ ჩამოაქვს სამყაროდან ენერგია, მზის ენერგია, მთვარის ენერგია, დადებითი სამყაროს ენერგია და როგორ ჩამოიტანს იქ, რასაც დავდებთ აქ, ხო, ნებისმიერი რაღაცა შეიძლება მე ჩვენ თვითონ გავააქტიუროთ. ეხლა კი გაჩვენებთ აი ეს ამაკ უკვე გააქტიურებული, ისევ ვიღებ გაჩერებული ხელით, ჯერ გააჩერდეს, აი ესე ცალკე დავდებ რომ გაჩერდეს ქვა, არ ტრიალებდეს კანქარა. ეხლა უბრალოდ უკან დავსწევ და ეხლა ნახეთ დააკვირდით, აი ეს უკვე ტრიალებს საათის ისრის მიმართულებით. ეს უკვე არის სწორი, ეს უკვე არის გააქტიურებული და ამ პირამიდის გამოყენება უკვე შეიძლება. აი ზუსტად მაგას ვამბობ, ნახე კიო, შეიძლება ვთქვი და კიო შეიძლება ქვა მიპასუხა. ჩემი ქვა ლაპარაკობს, სხვათა შორის შეგიძლიათ დამიკვეთოთ კანქარებით, შეგიძლიათ ნებისმიერ არსებულზე და არა მომავალზე, ხო, დავუშვათ უკვე მომხდარი არსებული რამე გაინტერესებს და თქვენ არა გაქვთ ინფორმაცია, გეტყვით კი და არას. ამასაც გასწავლით როგორ გიპასუხოთ და შეგიძლიათ დამიკვეთოთ ეს პირამიდებიც, გააჩნიათ რა სურვილი გაქვთ იმის და მიხედვით. ცხადია მე ახლა მეორესაც გავააქტიურებ, უბრალოდ ვიდეოს ჩასაწერად მინდოდა რომ ერთი ყოფილიყო გააქტიურებული, მეორე არ ყოფილიყო გააქტიურებული. შეგირჩევთ რა სურვილები გაქვთ იმის და მიხედვით თქვენს სასურველ, ასე ვთქვათ, პირამიდას და რა ვიცი, მე მგონი უძვირფასესი ნივთია ეს თქვენთვის, თქვენი ოჯახისთვის, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის. ჩემთვის უსაყვარლესი ნივთია. ვისაც სურვილი რომ შეიძინოს ეს ნივთები, აი ესეთი კანქარაც მაქვს, უფრო სხვანაირი კანქარაც, ანუ ვინც იცის ამ კანქარის გამოყენება არ უნდა ბევრი ახსნა, რა სასწაული და გამოსადეგი ნივთია, ვინც არ იცის, ვეტყვი რომ ამით შეიძლება ჯანმრთელობის დადგენა, ხო, რომელურ განოს უჭირს, განსაწყო ზუსტად აი ესე კი და არას პასუხით, ხო, მას შეუძლია ყველაფერზე გიპასუხოს, ხო, რაც უკვე არის და შენ არა გაქვს ინფორმაცია, არ მკითხაობს, მომავალს არ ამბობს, ამის ილუზია არ გქონდეთ, იმიტომ რომ მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული. და ეხლა შემეკითხვა გაგიჩნდეთ, აბა როგორ ამბობთ მომავალში რა იქნება, ვამბობ იმას, რომელი კარისკენაც მიდის, ადამიანი იმ კარში რა დახვდება. ამას ვხედავ კი, მაგრამ თუ არ მოსწონს, სულ ვეუბნები, რომ შეგიძლია შეცვალო, მოტრიალდი, გააკეთე სხვანაირად და აბსოლუტურად სხვა კარი და მომავალი დაგხვდება. მაგრამ ეს სხვა თემაა, ისე მიუბრუნდები ამ საოცარ ნივთებს, ვისაც სურს, არა მარტო ამ ნივთების სხვა სასწაული ამულეტების შეძენა, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მე ნათია შაის ნომერზე 591233507. უკეთესია და უმჯობესია თუ მომწერთ ვიბერზე ან WhatsApp-ზე, ან Facebook გვერდზე ქართული შრიფტით რეიქი მკურნალი. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე, შემდეგ სასწauლებამდე, შემდეგ სილამაზეებამდე და შემდეგ ჯადოსნურ მაგიურ კეთილ რჩევებამდე. დროებით.